ეს არ არის ნაგავსაყრელი, ეს არის ქალაქის ცენტრი, სადაც რაოდენ უჩვეულო და ამავდროულად სამწუხაროც არ უნდა იყოს. ცხოვრობენ ადამიანები ჩვეულებრივად, იზრდებიან ბავშვები და აქაურობა მათთვის არის ჩვეული გარემო. დღეს გაჩვენებს სად და რა პირობებში იკერება ბანგლადეშში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსი. ის რაც ახლა თქვენ გაწვია და ის რაც ახლა მემაწვია, ძალიან დიდი ნაწილი მოკლედ იკერება აი სწორედ ამ ბავშვების ხელით. მაშა ასე მეგობრებო, დღეს მე გავგზავნებ მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქალაქში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. შეგახსენებთ მეგობრებო, არხის სპონსორი არის სოკარი, ხოლო კონტენტის წარმდგენი კი გახლავთ ლიდერ სპორტი. ბანგლადეშის მოსახლეობა 170 მილიონში ადგენს და მისი ტერიტორია მხოლოდ ორჯერ დიდია საქართველოზე. დედაქალაქ დაკაში კი 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია მსოფლიოში. დაბინძურებული ჰაერი და წყალი, ანტისანიტარია ქუჩებსა და ბაზრებში, სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებები, უმუშევრობა და პოლიტიკური არასტაბილურობა. ეს იმ პრობლემების მცირედი ჩამონათვალია, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. მე გადავწყვიტე ჩამოვსულიყავი ბანგლადეშში, რათა საკუთარი თვალით მენახა ამ ხალხის ცხოვრება. ასე რომ ამბავი, რომელსაც დღეს მოგიყვებით, იქნება ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღე იღვიძებენ ამ რეალობაში და უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. ფაქტობრივად, მეგობრებო, ჩემ გვერდით არის ნაგვის მდინარე. არ ვიცი როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, მაგრამ ფაქტის ახეზია, უამრავი ადამიანი ცხოვრობს აქ და ესე ყოველდღიურად მიდი-მოდი 65 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ესეთი არაფერი არცად არ მინახავს. ეს დაკას ძველი ნაწილია, სადაც უამრავი სავაჭრო ობიექტია და 10,000-ობით ადამიანი გადაადგილდება ყოველდღიურად. მდინარის ნაცვლად კი აქ ხიდები ნაგვის გროვებზე გადადის. საშინელი სუნია, ბიჭო. ანტისანიტარია ამ ქალაქში არავის უკვირს. ასევე არავის უკვირს ის ფაქტი, რომ ქალაქის უმნიშვნელოვანესი მდინარე მეხუთე ყველაზე დაბინძურებული მდინარეა მსოფლიოში. და არის იმდენად ბინძური, რომ საერთოდ არანაირი თევზი არ ცოცხლობს შიგნით. ტურისტები არ შეირნობენ ზოგადად ამ ნავებით, ადგილობრივები იყენებენ და მე ვაპირებ რომ გამოვიყენო, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. ურიგან გაუდეს ბანგლადეშისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მდინარე იყო. მასში თევზები და მტკნარი წყლის დელფინები ბინადრობდნენ. ახლა კი ის საშიშ ჭაობად იქცა, რომელიც საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. მდინარეში გაქრა ყველანაირი ცოცხალი არსება და ის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მკვდარია. პირველად ვარ ცხოვრებაში ესეთ დაბინძურებულ მდინარეში. რთულია ეხა გადმოვცე ვიდეოში რამდენად ცუდი სუნია, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ საშინელი სუნია. მდინარის დაბინძურება რა თქმა უნდა კვლავ გრძელდება. ის დღეს მხოლოდ ნავების და გემების გადასაადგილებლად გამოიყენება. ტრანსპორტი, რომელიც აქ დასურავს, ყველაზე იაფია ქალაქში. აი მაგალითად ეს ეხა არის ტრანსპორტი, რომელიც ბევრად იაფიღებს, ვიდრე თქვა ავტობუსი ან სხვა რაიმე ტრანსპორტი. რაც შეეხება ქალაქის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს და ზოგადად მათ მოძრაობას დაკას ქუჩებში. მხოლოდ ერთი სიტყვა აღწერს ყველაზე კარგად ამ ყველაფერს და ეს სიტყვა ქაოსი. ეს ყველაფერი, რასაც ახლა კადრებში ხედავთ, არის ამ ქალაქის თამდევი ნაწილი. სრული ქაოსი, განუკითხაობა. ამ ქალაქში არ არსებობს შუქნიშანი, წარმოიდგინეთ. ვინც ad მოძრაობს, ვერ გაიგებს. მიბრძანდით ბატონო, მიბრძანდით. ძალიან სახიფათოა სხვადასხვა ასეთ ქუჩებზე სიარული, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაც დაგეჯახოს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. ბანგლადეშში ავტომობილის ყოლა ძალიან დიდი ფუფუნებაა, ამიტომ მოსახლეობა ძირითადად ტრანსპორტით სარგებლობს. ქალაქის სამი ყველაზე გამოყენებადი ტრანსპორტია ავტობუსი, ტუკტუკი და რიქშა. ამოვიყენოთ ახლა ადგილობრივი ავტობუსი. ავტობუსში გაგრილების სისტემა არის აი ეს. იმდენად ხმაურია გარეთ, რომ ძალიან წუხდები. შეუძლებელია რომ აქ შვიდად დაჯდე და იმგზავრო. გზავრობის ფასს რაც შეეხება, ძირითად შემთხვევებში არ იხდიან ბილეთის ფასს, მაგრამ ძალიან იაფიღებს რა, სადღაც 1 ცენტი, 2 ცენტი. ძალიან ნელა მიდის ეს ავტობუსი, იმიტომ რომ სერიოზული საცობია. პატარა მონაკვეთის გავლა სჭირდება საათები. ავტობუსების თითქმის 100% ვიზუალურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ყველა ავტობუსი ესეთია რა.
არც ერთი არ არის ნორმალურ მდგომარეობაში. არ ანაღლებთ ვინმეს გაუსამენ თუ არა, ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო ავტობუსთან. მსგავსი ვიზუალური დეფექტები ავტომობილებსაც აქვთ, რადგან საცობში ხშირია მცირე ავტოსაგზაო შემთხვევები. აი ეს ლამის დაგვარტყა ჯიგარმა. და აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია რა. აიტომ აქაც არაფერი. ამიტომ თითქმის ყველა ავტომობილს წინა და უკანა მხარე სპეციალური დამცავები უყენია. ეს იმიტომ რომ საცობებში ძალიან ხშირად ხდება, ან შენ მიეჯახები ვინმეს, ან უკნიდან ვინმე მოგედება და რო არ დაზიანდეს მანქანა, აბსოლუტურად ყველა მანქანას უკეთია ეს. ტაქსის შემდეგ ყველაზე ძვირი ტრანსპორტი ტუკტუკია. ტუკტუკით გადაადგილება საშუალოდ $2 ფარგლებში მერყეობს. ესეც ჩვენი ტუკტუკი. ყველაზე კარგი ტრანსპორტია იდეაში ტუკტუკი, რაც აქვს ყველაზე მეტად ეს მომწონს. ეს კლეტკები რომ აქვს, იმიტომ რომ დაცული ხარ რა, არ გადავარდები. და ვიღაცა რომ მოგეჯახოს გვერდიდან, არაფერი არ მოგივა. გალიაში ხარ ფაქტობრივად. რიქშასთან შედარებით არის ოდნავ ძვირი. შედარებით შორ მანძილზე უკვე ამით უნდა გადაადგილდე. ახლო მანძილზე გადასაადგილებლად კი რიქშას კონკურენტი არ ჰყავს. ის ყველაზე გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებაა ბანგლადეშში. მარტო დედაქალაქ დაკაში თითქმის 9 მილიონი რიქშა გადაადგილდება, რომელთაც ყოველდღიურად 3 მილიონი მგზავრი გადაჰყავთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკმაოდ რთულია აი ამით სიარული ქალაქში, იმიტომ რომ მოითხოვს ძალიან დიდ ძალას და ენერგიას. რა სიტყვით, აბა მეგობრებო, იმოგზაურებთ თუ არა მსგავსი ტიპის ქვეყანაში, როგორია თქვენი შეხედულება, ძალიან მაინტერესებს. დაწერეთ კომენტარებში. ჩემთვის როგორც მოგზაურისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან საინტერესო, რაც ახლა ჩემთან ხდება. რიქშა მილიონობით ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ერთი ასეთი გამოთქმა არსებობს. თუ დღეს არ იქნება მგზავრი, არ იქნება საჭმელი ჩემს მაგიდაზე. ასე რომ თითოეული მგზავრი ამ ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. $10 შემოსავალი დაახლოებით არის $4-5 დღეში. ბანგლადეში მსოფლიოს უკიდურესად დაბალ ანაზღაურებად ქვეყნებს მიეკუთვნება. თუმცა სამსახურის პოვნა იმდენად ჭირს, ანაზღაურებას აღარავინ დაეძებს. მოსახლეობის 40% უმუშევრობის მსხვერპლია და უკიდურეს სიღატაკეში უწევს ცხოვრება. One, yes. ერთი წალი მოდი გავაკეთებინოთ, ეხლა ამას ვერ დავლებ, მაგრამ ძალიან საყვარელი ტიპია. ოპა, წავიდა. პატარა ბავშვი გამოსულია და მუშაობს ჯიგრულად. ნახე, რა გულიანად აკეთებს. Okay, it's okay. You can. How much? 20. This? One. Yeah, it's okay. It's okay, it's for him. Thank you. Yeah, it's okay. Yes. You are good man. კიდევ უფრო უარეს დღეში იქნებოდა მოსახლეობა, რომ არა ტექსტილის ინდუსტრია. ის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფაქტორს წარმოადგენს. ამ სფეროზე 20 მილიონი ადამიანია პირდაპირ და არაპირდაპირ გზით დამოკიდებული. როგორც იცით, ბანგლადეში იკერება ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდების სამოსი და ახლა ვიმყოფები სწორედ იმ უბანში, სადაც ყველაზე მეტი სამკერვალოა. შევესწრები გავარკვიო, თუ როგორ პირობებში უწევთ ამ ადამიანებს აქ მუშაობა ძალიან დაბალი და მინიმალური ხელფასის სანაცვლოდ. ეს ადამიანი დაგვეხმარა, მოკლედ რომ დაგვეორგანიზებინა აი ეს გადაღება. ძალიან რთულია ზოგადად ამ ფაბრიკების გადაღება, არ იძლევიან საშუალებას და ვნახოთ რას ვიზამთ დღეს. ასეთი ტიპის სამკერვალოები არის უამრავი ბანგლადეში და დაკაში განსაკუთრებით და მილიონობით ადამიანი არის დასაქმებული მოკლედ ამ სფეროში და ამ ინდუსტრიაში. ხელფასი 10 წლის წინ დაახლოებით €19 იყო თვეში. შემდეგ პროტესტების და გაფიცვების და
ბევრი წვალების შემდეგ მოკლედ გაეზარდათ ხელფასი და დღესდღეობით ამ ადამიანების ხელფასი დაახლოებით 60 ევროს ფარგლებში მერყეობს. They regularly sometimes work 12 hours, sometimes they work 9 hours. დასაქმებულების უმრავლესობა რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს არიან ბავშვები. აი ხა მე ვუყურებ და ძალიან ბევრი ბავშვი მუშაობს აქ. არასრულწლოვანებზე მაქვს საუბარი. ტექსტილის ინდუსტრიაში დაახლოებით 9 მილიონი 5-დან 17 წლამდე ბავშვია დასაქმებული. ქვეყანაში თითქმის ყოველი მესამე ბავშვი მუშაობს სხვადასხვა სფეროში. ბიჭო, გავგიჟდები, რამდენი ბავშვი მუშაობს? ცოტა დავითრგუნე რა, სიმართლე რომ ვიქნებ. ის რაც ახლა თქვენ გაწვიათ და ის რაც ახლა მემაწვია, ძალიან დიდი ნაწილი მოკლედ იკერება აი სწორედ ამ ბავშვების ხელით. სამკერვალოები ხშირადაა კრიტიკის ობიექტი ცუდი სამუშაო პირობების და დაბალი ანაზღაურების გამო. თუმცა ამავე დროს სწორედ ამ ინდუსტრიის წყალობით დაიწია ქვეყანაში სიღარიბის ზღვარმა. How many people working here? আপনার কতজন লোকজন কাজ করে? এখানে 180 জন। More than 500 people. ალბათ თქვენს გაიგონეთ 500 ადამიანია დასაქმებული აი ამ ერთ ფაბრიკაში. ანუ ეს დიდი შენობაა, რამდენიმე სართულია და ყველა სართულზე ესე მუშაობს ხალხი. საერთაშორისო ცნობილი ბრენდების უმეტესობა სწორედ ბანგლადეშში კერავს დასაცმელს იაფი მუშახელის გამო. სწორედ აქედან მარაგდება ევროპული და ამერიკული ბაზარი. აქ იკერება დასაცმელი მათთვის. ძირითად შემთხვევაში ისინი აგზავნიან სასურველ ქსოვილს და მსგავს სამკერვალოებში ხდება შემდეგ დასაცმლის შეკერვა. Going to UK? It's UK, right? Yes. So it's original. Yes. This is originally Nextis შარვალი, რომელიც მიდის English. They send it Europe, America, USA, yeah. ზოგიერთ დიდ ბრენდს მაგალითად H&M-ს და კიდევ რამდენიმეს თავიანთი ფაბრიკა აქვს ქვეყანაში, სადაც არ ამუშავებენ ბავშვებს და ცდილობენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. თუმცა ბრენდების უმეტესობა უბრალოდ შეკვეთას აძლევს რომელიმე მსგავს სამკერვალოს და დიდად არ ინტერესდება როგორ და რა პირობებში მოხდება მისი შეკვეთის შესრულება. აი ახლა მეგობრებო, ჩემს უკან იკერება Tom Taylor-ის ძალიან ცნობილი ბრენდის დასაცმელი. ძალიან რთული იყო აქ მოხვედრა, ურთულესი, იმიტომ რომ ზოგადად კამერები აქ არ უყვართ და არ აძლევენ საშუალებას ჟურნალისტებს რომ აქ მოვიდნენ და გადაიღონ ეს ყველაფერი, თუმცა აი მე მოვახერხე დაუკავშირდი ისეთ ადამიანს, ვინც ჩამიწყო მოკლედ საქმე აქ უფროსობასთან და მომეცა საშუალება რომ ეს ყველაფერი თქვენთვის მეშვენებინა. It's original H&M? No, it's fake. ანუ მხოლოდ ორიგინალი დასაცმელი არ იკერება აქ, ფეიქები საკმაოდ ბევრი იკერება. გარდა დიდი ბრენდების შეკვეთებისა, ბანგლადეშში ისედაც უამრავი დასაცმელი იკერება. ქუჩებში, ბაზრებში, ყველგან შეხვდებით მაღაზიებსა და დახლებს, სადაც აქ შეკერილ შედარებით დაბალ ხარისხიან პროდუქციას ყიდიან. უამრავ ბაზარს შევხვდი, აი ასეც, სადაც ახლა ვარ. და საინტერესოა ფასები როგორია აქ. იმიტომ რომ როგორც ვიცი, ძალიან იაფად ყიდიან და ექსპორტზე ძალიან იაფად გადის ეს დასაცმელი. How much? 300. 300. 300 არის დაახლოებით $3, right? Yeah. $3. How much? 200. აი ეს მაგალითად ეხა $2 ღირს. საკმაოდ კარგი სპორტულია რა. და $2 რო გიფასებთ, ეს ნიშნავს რომ $1-დან მოგცემთ დიდი ალბათობით. თუმცა ეხა ჩემი მხრიდან ძალიან უნამუსობა იქნება ამაზე ვაჭრობა. ანუ ეს შარვალი მეგობრებო ღირს სადაც $3. ეს ეხა დამიფასა მე ტურისტებს რო წეწავენ მაგამ ბავში რა. რაღაცა ხომ უნდა ვიყიდო ბანგლადეშში თქო. $5 დავითრიეთ მოკლედ ეს ზედა. აი ესეთ ადგილზე ჩამოვედი იმისთვის რომ თქვენთვის რაიმე საინტერესო ვიდეო შემომეთავაზებინა და ძალიან გყოთ რომ თქვენც დამიფასოთ და უბრალოდ გამოიწეროთ არხი. ამაზე მაგარს ვერაფერს ვერ გააკეთებ ჩემთვის. ხოხედავ სად ვარ? ალბათ თავადაც ხვდებით როგორი მძიმე შრომა უწევს აქ ხალხს, როგორ გაჭირვებაში და საშინელ პირობებში ცხოვრობენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია ისეთი, ვინც მცირედ აგრესიას მაინც გამოხატავდა ჩემს მიმართ. ხო შეიძლება რომ ვიღაცისგან მაინც აგრესია იგრძნო, არ არსებობს. ყველასგან მოდის დადებითი ენერგია. ღიმილი, ყველა ხელს გიწევს და ყველა ცდილობს შენთან კომუნიკაციის დამყარებას. ძალიან ჯიგარი ხალხია. Good people here. Yes. Thank you. Bye.
აი, ძალიან კეთილი ხალხია, ძალიან თავმდაბალი ხალხია და ძალიან სიამოვნებთ როცა ხედავენ კამერებს. Hi. Hi. 15 ვერ გაივლი, ისე რომ ვინმე არ შეგვწეს, არ მოგესალმოს, სელფი არ გადაიღოს. Selfie, okay. ტურისტი ამ ქალაქში იშვიათია. ამიტომ ყველას ყურადღება შენსკენაა მომართული. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მაჩერებდა და ფოტოს იღებდა ჩემთან ერთად. მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნიდან ვიყავ. Thank you very much. აუ, რა საყვარლები არიან, ბიჭო. Hey bro. Hey. Cool. Thank you. არ ვიცი ვის რა წარმოდგენა შეიძლება შეექმნას ამ ადამიანების მიმართ. თუმცა თვალები არასდროს ტყუიან და მე მათ თვალებში ვხედავდი ცოტა ოდესევდას და ძალიან ბევრ სიკეთეს. მოვედით ახლა street food-ის სანახავად, ეს არის street food-ის უბანი. აი ესე ძალიან უნდა რომ გადაიღო ამ ყველას უნდა რომ კამერაში გამოჩნდეს. აი ხა კამერის უკანას იმდენი ტიპი უყურებს ამ ჩვენს გადაღების პროცესს, რომ რა ვიცი. ძალიან მახარებს ეს ამბავი, იმიტომ რომ ძალიან კეთილგანწყობილები არიან ჩვენს მიმართ. ხო, რაც შეეხება street food-ს, ახლა გაჩვენებ თუ რა გარემოში მზადდება საკვები აი ამ ქუჩაზე. ამზადებენ street food. It's soup? Kind of soup. Kind of soup. ანუ რო შეჭამენ, მე აი ესე რეცხავს სურჭელს. It's called latte. It's made of yogurt. აუ, რა პირობებში ამზადებენ ამაში ხო? It's yogurt. Yogurt? Yeah, it's yogurt. Made of milk. და ამას ყიდულობს ჩვეულებრივ ხალხი და სვამს. It's good? Really? Yes. ანუ ეს არის კბილი ნამცხვარი, მეგობრებო, რომელიც მზადდება ბრინჯით. Vitamins K. ძალიან საინტერესო კი გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ პირადად მე მართლა არ შემიძლია ეხლა ამით გასინჯო. იმდენად ანტისანიტარია, რომ ვერა რა. არა და გემო მართლა ძალიან მაინტერესებს. დედაქალაქში 100,000-ზე მეტი ქუჩის მოვაჭრე ყიდის სხვადასხვა კერძებს, ტკბილეულ ცხილს და სასმელს. ეს იაფი საკვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მუშებისთვის და ღარიბი მოსახლეობისთვის. თუმცა მთავრობა ეწინააღმდეგება ამგვარ ვაჭრობას. იმ მიზეზით, რომ საკვები მოუწესრიგებელი და არაჰიგიენურ პირობებში მზადდება და იყიდება. მიუხედავად ამისა, street food-ით მოვაჭრეები წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას. ეს რო შევჭამო, არ ვიცი, ალბათ მართლა რამე დამემართება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი, სადაც მზადდება ბირიანი. ნუ რესტორანი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბირიანი საჭმელად აქ მოდის თურმე ძალიან ბევრი ადამიანი. აი ესე ჩვენი ბირიანი. ახეთი დააცარიელა ამხელა ჭურჭელი. აი ესეთი პატარა საცხობები აქ არის ძალიან ბევრი. ხდება პური, ხდება სხვადასხვა ფუნთუშეული და აქვთ სხვადასხვა თონეები. ანუ სხვა ჩვენნაირი არა, მაგრამ რაღაც მსგავსი ტიპის თონი აქვს გაკეთებული და შეგდით აცხობენ ამ პურებს. ბანგლადეში ყოველწლიურად 30 მილიონი ადამიანი იტანჯება საკვებით და დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებების გამო. ხოლო აქედან დაახლოებით 2 მილიონი ადამიანისთვის ეს ფატალურად სრულდება. ბანგლადეში არის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანა ამ კუთხით და აქ კვება სახიფათოა.
აი ესე მზადდება ქუჩის საკვები შენს თვალწინ. ცხარე საჭმელია ეს ეხა რაც ავიღეთ. რაღაცას ასხამს ეხა რა უფრო მეტი კარგი არომატი კონდეს. Okay. Ava? It's good. Tasty, right? Yeah. ერთადერთი street food-ი, რომელიც გავსინჯე, იყო კორეაში. იმდენად კარგად და იმდენად სუფთად ამზადებდნენ, რომ აი გული რომ მიგივიდოდა რა და აქ ძალიან მიჭირს. ძალიან მაინტერესებს თქვენ რა სიზავდით ჩემ ადგილზე, გასინჯავდით თუ არა აი ამ საკვებს რაც ნახეთ ეხა კადრებში. გარდა ბინძური საკვებისგან გამოწვეული დაავადებებისა, სხვა გზებით გადამდები ავადმყოფობებიც მრავლადაა ამ ქვეყანაში. მაგალითად მალარია და დინგეს ცხელება, რომლებიც ყოღოს ნაკბენით გადადის. პირველ რიგში რაც ამ ქალაქში მოგზაურობისას უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ თან ვიქონიოთ ანტისეპტიკური ხსნარი, რომ ხელები ძალიან ხშირად დავიმუშაოთ, იმიტომ რომ ძალიან სიბინძურია ქალაქში, ასევე აუცილებლად ყოღოს საწინააღმდეგო სპრეი, იმიტომ რომ უამრავი ყოღო აქვს და სამწუხაროდ მალარიაც არის გავრცელებული, ამიტომ თავი აუცილებლად უნდა დავიზღვიოთ და რა თქმა უნდა პირბადე, ეს იმიტომ რომ ქალაქში ჰარი არის ძალიან დაბინძურებული. ეს არის 1000 ბანგლადეშის ტაკა, აქაური ფული და საინტერესოა რას ვიყიდით ახლა ამ ფულით, ანუ $10 ნახავთ ცოტა ხანში. ჩუსტის წამოღება დამავიწყდა სხვათა შორის და არ მაწყენდა 200. ნუ $2 თემაა რა. ვიცი რომ $1-დან მომცემს, მაგრამ არ შემილია, იმიტომ რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. Okay, give me. Thank you. აბა კიდე რა შეიძლება რომ ვიყიდოთ? ახე რა საათები გააძრო ძმამ? $300 მუშაობს. $3-ისთვის მართლა ძალიან კაია, ნახე. ჯამში დაგვრჩა $5 დასახარჯი. აი ეს სახეზე მოსახლეობად მე მგონი გამომადგება. $2 ღირს ეს. Thank you. 20 ცენტი. აი მოდი ეს ჩვენი $2 და 80 ცენტი დავხარჯოთ სუპერმარკეტში. Thank you. Georgia. We are from Georgia. It's in Europe. Europe. Babuli, ჩემი ბავშვობა, ეს უეჭველი უნდა ვიყიდე. ჩიფსები არ აქვს სამწუხაროდ, ჩიფსი მინდოდა ავიღე, შოკოლადები, ბაუნტი, სნიკერსი და ბუენი. ფასები არ ვიცი, იმიტომ რომ არაფერს არ აწერია და იმედია ჩავეტევით ბიუჯეტში. მოკლედ, ბუენო არ მოგვივიდოდა ერთადერთი, ვერ ჩავტიერ ბიუჯეტში. ესეც ჩვენი $10-იანი შენაძენი დაკაში. We are filming YouTube video about Dhaka city life. დაკას ქუჩებში გადაღებისას შემთხვევით გავიცანი ადგილობრივი სტუდენტები. უთხარი რომ ვიღებდი YouTube ვიდეოს, რამაც ძალიან გაახარა ისინი და გადაწყვიტეს თავიანთი უნივერსიტეტი ეჩვენებინათ ჩემთვის. No other person as I see that who has visited 65 countries in around the world. მოკლედ ბიჭებმა დაგვპატიჟეს ახლა უნივერსიტეტში და გადაწყვიტეს რომ დაგვათვალიერებინო რა ხდება დაკას უნივერსიტეტში. My brother of his campus. Nice to meet you. უნივერსიტეტში უამრავი სტუდენტი გავიცანი. ყველას ძალიან უხაროდა ის ფაქტი, რომ ვიღაც უცხოელი იუთუბერი მათი ქვეყნის გადასაღებად იყო ჩამოსული. Department of English Language, University of Dhaka. He is my friend, has come from Georgia and he has visited 65 countries among the world. Nice to meet you. Has come from Georgia. Do you know Georgia? Yes. You know? Small country in Europe. საერთოდ სხვა გამოცდილება იყო ამ ქვეყნის სტუდენტების გარემოში მოხვედრა. ყველა მათგანი ძალიან კარგად საუბრობდა ინგლისურად. გამოხატავდნენ დიდ პატივისცემას ჩემს მიმართ და საოცარ ინტერესს ჩემი საქმიანობისადმი. He is my friend, has come from Georgia. He has visited 65 countries among the world. Now he has come to explore the Dhaka. დაკას უნივერსიტეტი ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე ძველია ბანგლადეშში. მისი ისტორია 100 წელს ითვლის და ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში განათლების ხარისხის სასამაღლებლად. წელიწადში აქ მხოლოდ 3000 სტუდენტს ეძლევა საშუალება რომ ისწავლოს, წარმოიდგინეთ ამ ხელა ქალაქში და ანუ აქ სწავლა არის ძალიან დიდი პრესტიჟი. და ვისაც შევხვდი ხა აქ სტუდენტებს, ყველა ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურად, რაც საკმაოდ დასაფასებელი და მისასალმებელი ამბავია. ცდილობენ რომ თავიანთი ცოდნა და უნარები განავითარონ, რაც შემდეგ რა თქმა უნდა დადებითად აისახება ქვეყნის უკეთეს მომავალზე. ამ ქვეყნის მომავლის შესვლა ნამდვილად არ იქნება მარტივი. ამას ძალიან ბევრი წელი და ძირეული ცვლილებები ჭირდება. თუმცა ყველაზე ცუდ და გამოუვალ სიტუაციაშიც არსებობს იმედი. და იმედი ალბათ სწორედ განათლებულ ახალ თაობაშია. მათი ვალია იზრუნონ ქვეყნის წინსვლაზე და ძირეული პრობლემების აღმოფხვრაზე. რომ ბავშვები გარეთ სათამაშოდ გამოდიოდნენ და არა სამუშაოდ. რომ ეს ხალხი მსოფლიოში აღარ მოიაზრებოდეს მხოლოდ იაფ მუშახელად,
არამედ მოიაზრებოდნენ ადამიანებად, რომლებიც იმსახურებენ შრომის შესაფერის ანაზღაურებას და პირობებს. ახლა უნდა მოვძებნოთ DHL-ის ოფისი. ჩემი არხის სპონსორმა Leader Sport-მა გამომიგზავნა ამანათი და ძალიან მაინტერესებს რა გამოგზავნეს. ესე ჩვენი ამანათი, მეგობრებო, მოდი ახლა გავხსნათ და ვნახოთ რა ჩამოგვივიდა თბილისიდან. სოსო უყურებ შენ სტორიებს Instagram-ზე თუ რა საშინელ გარემოში გიწევს გადაღება. ამიტომ Leader Sport-მა, როგორც შენი არხის სპონსორმა, გადაწყვიტა გამოგიწვიოს ძალიან სასიამოვნო ჩელენჯი. 24 საათის განმავლობაში ქალაქ დაკაში შენ შეგიძლია გააკეთო ის, რაც მოგესურვება. ყველანაირ ხარჯს ჩვენ ავანაზღაურებთ. აბა წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა Leader Sports. როგორც ჩანს, შემდეგ ვიდეოში საინტერესო ამბები გველოდება. შევუძღუდავთ ბიუჯეტი გვაქვს, რაც დამეხმარება იმაში, რომ გაჩვენოთ დაკას სხვა მხარე, ანუ როგორც ცხოვრობენ მდიდარი ადამიანები ამ ქალაქში. რაც ჩემი აზრით ძალიან დიდი კონტრასტი იქნება და ძალიან საინტერესო იქნება. ასე რომ დაელოდეთ შემდეგ ვიდეოში, შევხვდებით ძალიან მალე. დროებით. აი თუ მჯეროდეს, რომ აი ამ ხელა რაღაცას ერთი პატარა კაცი თავით მიათრევს. აუ რასწრაფი კადრები დავიჭირე, პროსტა რავი ტანსაცმელი იკერება, ჯინსები, შარვლები. არა, წამთავიდან. კაი, კარგი კადრია. ანახე? ნუ სეირნობას ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს, მაგრამ გავიე თქვენ ჩართენ? ეს არ არის ნაგავსაყრელი. ეს არის სიტყვა ნელა ნელა. ძალიან მაგარი ექსტრემია აქ მოძრაობა ფეხით. One minute. ტელეფონი საწავ.